მე ვარ გურანდა ფხაკაძე, ექიმი მიან გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც მოღვაწეობს დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში. პირველი იდეა, როდესაც წარმოიქმნა ჩემს თავში, როდესაც მინდოდა გამხდარიყავი ექიმი, ეს იყო მაშინ, როდესაც ვიყავი სულ პატარა და დავდიოდი დედაჩემთან კლინიკაში, რადგან დედაჩემი იყო სამედიცინო წარმომადგენელი, სამედიცინო სფეროს და ხშირად მიწევდა ხოლმე კლინიკაში სიარული. როდესაც ვხედავდი თეთრხალათიან ექიმებს, ყოველთვის რაღაც მიჩნდებოდა სხვანაირი განცდა, რომ ისინი იყვნენ ადამიანის ცოცხლის გადამრჩენელები, მეც მინდოდა რომ გამხდარიყავი ექიმი, გადამირჩინა ადამიანების ცოცხლე, შემომსუბუქებინა მათი ტკივილები, ტრავმები და ამიტომაც პირველად მაშინ ჩაინერგა ჩემს თავში ეს იდეა, რომ გამხდარიყავი ექიმი. სამედიცინო სფეროში მე ვფიქრობ, რომ მიან გინეკოლოგია არის ყველაზე ისეთი საოცარი პროფესია, უზარმაზარი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ შენს თვალწინ იბადება ახალი სიცოცხლე. და შენ ხარ რაღაც მონაწილე ამ ახალი სიცოცხლის დაბადებაში. აი ეს პერიოდი ერთი წერტილიდან უკვე ზრდასრულ ადამიანამდე იმდანად არის რაღაც საოცრებებით მოცული, რაღაც ღვთისმიერი ძალა აუცილებლად აქ მონაწილეობს და ჩვენ ექიმები ღვთისნებას ჩვენი ხელით ვასრულებთ. და ეს გინეკოლოგია იყო ჩემთვის ამიტომაც მეტად საინტერესო. ექიმი ნიშნავს იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა პაციენტების მიმართ. და მით უმეტეს მიან გინეკოლოგი, როცა გაქვს ორი ადამიანის მიმართ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ეს არის ბავშვი ჩანასახი მუცლადყოფნის პერიოდში და შემდეგ ქალი, ორსული ქალი. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და აი ეს პასუხისმგებლობა გაძლევს უფრო მეტად დიდ мотивაციას იმისთვის, რომ შენ უფრო და უფრო განვითარდე, უფრო მეტად გააღრმაო შენი ცოდნა, იმიტომ რომ სამედიცინო სფერო არ დგას ერთ ადგილას, ყოველთვის 21 საუკუნეა მით უმეტეს და ყოველთვის იხვეწება, ყოველთვის შემოდის ახალი თანამედროვე მეთოდები ამ თუ იმ დაავადების მკურნალობის თვალსაზრისით. ამიტომ ექიმი ფეხ და ფეხ უნდა მიყვებოდეს ამ ახალ თანამედროვე ყველა მიდგომებს, რაც არის სამედიცინო სფეროში. იმისათვის რომ მივახციოთ წარმატება და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცოდნა განათლებას. სწავლის პროცესი უნდა იყოს ძალიან სიღრმისეული, 24 საათიანი ვიტყოდი ეს სწავლა განათლების პროცესი. ეს არის ძირი და ეს არის ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ექიმები. შემდეგ მუდმივი სამედიცინო განათლება, რადგან ფეხ და ფეხ უნდა ვიყოთ ჩვენ სამედიცინო სფეროში მიღებულ მოცემულობასთან, რომ დღითი დღე იხვეწება სამედიცინო სფერო და ამიტომაც ჩვენ ექიმები ყოველთვის უნდა ვიყოთ აი ამ ახალი რაღაც პერსპექტივების გაცნობიერებაში და გამჭვირვალე ურთიერთობა პაციენტთან. იმიტომ რომ ექიმსა და პაციენტს შორის არ შეიძლება რომ იყოს რაღაც დამალული მომენტები და პაციენტი რომ გენდოს და წამოყვეს შენს მკურნალობას, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ზუსტად ის შედეგი, რა შედეგი ჩვენ გვინდა, ეს იყოს გამოჯამთელებული პაციენტი, უნდა გენდოს აუცილებლად პაციენტი. ექიმობა მოითხოვს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, უზარმაზარ мотивაციას. შენ ხარ ვალდებული, რომ დაინახო ყოველთვის პაციენტის ბედნიერი სახეები. აი ეს მადლიერებით სავსე თვალები, რომელთაც შემდეგ პაციენტი შემოგყურებს, ამაზე მეტი უზარმაზარი ჯილდო რა შეიძლება რომ იყოს ექიმის პროფესიაში.